მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდე, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორიც არის კერამიკული ვინირები. ისინი დღეს რესტავრაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია და სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ მოგიყვეთ ყველაფერს, რაც აღნიშნული თემის შესახებ უნდა იცოდეთ. ჩვენ ამისთვის ვესტუმრეთ Blitz Dental-ს, კახაბერ ხარებავას კლინიკას და კლინიკის ხელმძღვანელი თავად ბატონი კახაბერი გაგვესაუბრება იმ დეტალებზე, რომლებიც კერამიკული ვინირების შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მოგესალმებით ბატონო კახაბერ, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და მე გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ დღეს კბილის ვინირები რესტავრაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია და საკმაოდ ბევრი ადამიანი მიმართავს ამ მეთოდის გამოყენებას. უპირველესად მოდი აღვნიშნოთ და აღვწეროთ ზოგადად რა არის კერამიკული ვინირი, რა არის მისი დანიშნულება და როდის დგება მისი გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება. ვინირების ჩატარებისთვის აუცილებელი არის სპეციალური მოცემულობა. მაგალითად, ასეთი მოცემულობის ჩამოსვლას სრულად ჩვენ ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ბევრია და სასაუბრო, მაგრამ აი მოკლედ გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არის კბილების მრავლობითი დაზიანებები, როცა ფერი არის შესაძლებელი, ფორმა არის შესაძლებელი, დიასთემებია, ტრემებია, აი ბზარებია კბილებზე, დასაგრძელებელია კბილი, ანუ ესთეტიურად გვინდა რომ პაციენტს აქვს სურვილი ესთეტიურად გამოიყოს. თანკბილის დარღვევის გამოსწორების ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეთოდი. ვინირის ოპერატესობები ის არის, რომ ვინირი ეს არის, ესე იგი კერამიკული თხელი ფირფიტა, რომლის სისქე 0.4 მილიმეტრიდან 400 მიკრონიდან, ესე იგი ზევით არის 0.4 და ესეც ალბათ საჭიროების მიხედვით დგინდება. და ხო, ძირითადად არის მასალა კერამიკა. კერამიკული არის ვინირება ძირითადად. არის ასევე ჰიბრიდული მასალებიც, ახალი მასალებიც, ზოგი იყენებს ცირკონის ოქსიდსაც, მაგრამ ძირითადად მეც პირადად ამის მომხრევა რომ ძირითადად მხოლოდ კერამიკული მასალები არის გამოყენებული. რამდენად მარტივად ადაპტურია პირისხროში კერამიკული ვინირები და რა შესაძლო გართულებები შეიძლება გქონდეს ადგილი? კერამიკული ვინირება მოსახერხებელია პაციენტისთვის, მარტივად ადაპტურია, იმდენად რამდენადაც ძირითადად კეთდება კერამიკისაგან, მისი გამჭვირვალო და ფიზიკური თვისებები ამ მასალის ძალიან ახლოს არის კბილის მინანქრის ფიზიკურ მახასიათებლებთან. შესაბამისად, ადაპტურობაც შესაბამისია. ასევე ფიქსაცია ხდება მისი სპეციალური მასალებით და დამზადება ხდება სპეციალური ტექნოლოგიებით. არსებობს რამდენიმე გზა. ადრე ჩვენ ვიყენებდით პრესკერამიკას, ესეთი სახელი აქვს პრესკერამიკას, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო, ვინირება და საკმაოდ ადაპტურიც იყო, ძალიან ბუნებრივად გამოიყურება პრესკერამიკის ვინირები, მაგრამ ბოლო 10-12 წელია ძირითადად გადავედით ცერეკ ტექნოლოგიებზე. ცერეკ ტექნოლოგია ეს არის დღეს ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ სტომატოლოგია გადავიდა ციფრულ ტექნოლოგიებზე და ციფრული ტექნოლოგიების ყველაზე უფრო ადრეული და ასევე ყველაზე უფრო გავრცელებული და გამართლებული გზა ეს არის სწორედ ცერეკ ტექნოლოგია. და ცერეკ ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია პაციენტს სანამ დავიწყებდეთ პროცედურებს, დაახლოებით ვაჩვენოთ შედეგი. და პაციენტის სახეზე მორგებული ფორმები და ფერი წინასწარ შევათანხმოთ პაციენტთან. და ეს არის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ამ ტექნოლოგიის საშუალებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვინირების წარმატებული ვინირებისათვის, იმისათვის რომ შემდგომში არ მოხდეს მისი გაბზარვა, ატეხვები და დაზიანება, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ცემენტის სისქე, რომელთაც მაგრდება სპეციალური ეგრეთ წოდებული წებო, რითაც მაგრდება ვინირი კბილზე, მისი სისქე იყოს მინიმალური. ეს ნიშნავს, რომ ის პროცესები, რომელიც იწყება, ესე იგი სკანირებით, ანუ ზომის აღებით, შემდეგი დამზადებით, ფორმირებით და უკვე გაჩარხვით, რითაც ეს ხდება. ეს ცერეკ ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, რომ მისი სისქე იყოს სწორედ მინიმალური. ჩვენ ეს სისქე ძირითადად ჩვენ ვინირებს ჩვენს კლინიკაში ასევე ძირითადი არის 50 მიკრონი მისი სისქე, მიღებულია 100-120 მიკრონამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ
ცემენტი, რომელთაც ანუ წებო, რითაც ეს ეკრობა კბილს, ხანძლივად გარანტირებულ შედეგებს იძლევა, რომ არ მოხდება მისი დაზიანება ვადაზე ადრე. ხო, ეს ძალიან საინტერესო აღნიშვნაა, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება პირიქით ეგონოს, რომ რაც უფრო მეტს გამოიყენებს სპეციალისტი, მით უფრო გარანტირებულად ხანგრძლივად ექნება ამ ვინირების გამოყენების შესაძლებლობა. ბატონო კახაბერ, ალბათ ბევრ ადამიანს გაუჩნდება ეს შეკითხვა, რა ასაკიდან არის შესაძლებელი კერამიკული ვინირების გამოყენება? რა თქმა უნდა, ასაკი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც ადამიანს უყალიბდება თანკბილვა, ну დაახლოებით ეს არის 16 წლის ასაკი, ვინირება არის შესაძლებელი, მაგრამ კანონმდებლობით ზოგადად ბავშვთა ასაკი 18 წლამდეა, ამიტომ სასურველია, რომ სასურველი კანონმდებლობით ჩვენ შეგვიძლია ვინირები დავაკეთოთ 18 წლის ასაკის შემდეგ. ძირითადად ასეთ ასაკში ძირითადი არის დიასტემების და ტრემების დახურვა. როცა კბილებს შორის ადგილები, ანუ რომ ვთქვათ, ისე მარტივად. გასაგებია. ბატონო კახაბერ, ზოგადად, როდესაც სტომატოლოგიაზე საუბრობთ, ხშირ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ ხოლმე სტომატოლოგები სიბრძნის კბილების არსებობას პირის ღრუში, ხო? აი, კერამიკული ვინირების გაკეთება მდეც თუ უნდა გავითვალისწინოთ მათი არსებობა პირის ღრუში და რამდენად აუცილებელია მოვიშოროთ ისინი. დიახ, კერამიკული ვინირების საერთოდ ჩვენება, რას წინა შეკითხვის პასუხისას აღნიშნე, ეს არის მოცემულობასთან დაკავშირებული. არის შემთხვევები, როდესაც კერამიკული ვინირების თვის არ არის მზად პირის ღრუ. არის თერაპიული, ორთოდონტიული, ორთოპედიული, ქირურგიული და ასევე გნათოლოგიური ჩარევები საჭირო. ასეთ შემთხვევაში კონსულტაციებს გავდივართ სპეციალისტებთან, რომელიც ამ დარგში მოღვაწეობენ. და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არის მეროკლების არსებობა, რომელიც ორთოდონტისა და გნათოლოგის თან კონსულტაციის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთ შემთხვევებში მოცემულობაში ან დავტოვოთ, ან იყოს უკუჩვენება და არ იყოს უბრალოდ არ შეგვიშალოს ხელი. კბილის სიცოცხლის უნარიანობაზე თუ ახდენს ვინირები გავლენას. მეც მაგალითად მაქვს ეს შეკითხვა და მაინტერესებს, რამდენად ზიანდება კბილის ქსოვილი და ნუ ხანგრძლივობაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ რაც უფრო ნაკლებ მასალას გამოვიყენებთ, მით უფრო ხანგრძლივად გვექნება ვინირების საწყის მდგომარეობაში, თუმცა რეალურად ჩვენი ბუნებრივი კბილის სტრუქტურა მადლობა შეკითხვისთვის. ძირითადად ესე იგი, ეს უნდა მეთქვა თავდაპირველად, როცა დავიწყე ვინირებზე საუბარი, რომ ვინილი კონსტრუქციულად იმდენად ესთეტიური და ფუნქციური გამართვისათვის პირის ღრუს იმდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი სწორედ, რომ ვინილი არის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური კონსტრუქცია. ესე იგი, ვინირების დროს ყველაზე მცირედ, ყველაზე ნაკლებად ზიანდება კბილი. რას ნიშნავს ეს? ვინილი თვითონ არის ფირფიტა, რომელიც მხოლოდ ერთი მხრით ან ორი მხრით ფარავს კბილს. ძირითადად ერთი მხრით იფარება კბილის სოვი. შესაბამისად, ჩარევა, ჩვენი ჩარევა, ანუ ეგრეთ წოდებული პრეპარირება თუ დაქლიგვას რო ვეძახით, ეს ხდება მხოლოდ ერთ მხარეს. ანუ ესე იგი ვესტიბულ მხარეს ფრონტალურ კბილებზე, ან საღის ზედაპირებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც ჩათვლის ექიმი საჭირო. ასე რომ ინვაზია, ანუ ჩარევა ნაკლებია, შესაბამისად იმისი რისკი, რომ ამ კბილის ესე იგი დავკარგავთ მას როგორც ცოცხალს და დეპულპაცია გახდება, ანუ საჭირო, ეს მცირდება მინიმუმამდე. თუმცა 100% გარანტირებული მედიცინაში არაფერია და შესაბამისად არის ისეთი შემთხვევებიც, ჩვენ რა თქმა უნდა პრევენციულ ზონას ღებულობთ, მათ შორის უნდა იყოს გამართული აპარატურა, გამართული ბუნიკია, ასე შემდეგ, გამართული და ახალი ბორი, რომლითაც მუშაობთ, ასევე უნდა წყლის ჭალზეა დამოკიდებული, რომ არ გადახურდეს კბილი, სიმძლავრეზეა მისი ბრუნვის სისწრაფეზე და მილიონი ფაქტორი არის, რომლის გათვალისწინებითაც ჩვენ ავიცილებთ თავიდან მინიმუმამდე დავიყვანთ იმ რისკს, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ. ბატონო კახაბერ, რამდენ ხანს ძლებს კერამიკული ვინირები? ეს არის კერამიკული და ნებისმიერი კერამიკა, მით უმეტეს ისეთი მაღალი კერამიკა, მაღალი ხარისხის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ფაქტიურად არაფერი არ მოსდის მას, მაგრამ თავისებური ეგრეთ წოდებული ვადა აქვს იმ სწორედ იმ ცემენტს, რითაც ეს არის დაფიქსირებული კბილზე. როგორც ყველა წებვადი ნივთიერება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ავეჯია, ქსოვილია, დაუშვათ ტყავია თუ ასე შემდეგ, ხო გამოყენებადია. ყველას აქვს თავისი მოქმედების ვადა. კარგავს ამ ხარისხს
თავისი წებუადობის ხარისხს და შესაბამისად მე გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდ ინსტრუქციაში ესეა მითითებული რომ 8-დან 10 წლამდე ხდება ამისა. იმიტომ რომ გასათვალისწინებულია როგორ იკვებება პაციენტი დაუშვათ, როგორ მოხდა ისა მექანიკური ზეწოლის ზონაში. ანუ ტემპერატურული რეჟიმი როგორი ამკვეების, ხო, ზოგჯერ სიწყალს აყოლებენ წელს და ასე შემდეგ. ყველაფერი ამ ფაქტორის გათვალისწინებით 8-დან 10 წლამდეა. არის ახლა პაციენტები მყავს, რომელსაც მოდიან 11, 12, 13, 14 წლის ვინირების შემდეგ მაყოფილები არიან, არ უნდათ შეცვლათ, დაუშვათ და ვინირები დროს რამდენად არის ასე დროს ეს უკვე ვფიქრობ, რომ უფრო ხშირად მე როცა მოხსნის პერიოდი გაგვიკეთებია, შეგვიცვლია და ახალი დაგვიყენებია. ასეთ შემთხვევაში იგრძნობა, რომ გარკვეულ ადგილებში ის წებუადობა არ არის, უბრალოდ მექანიკური ფიქსაციით არის დაფიქსირებული კიდევ. ამიტომ სასურველია და ურჩევ პაციენტებს 10 წლის შემდგომ მოხდეს მისი შეცვლა. მაშინ რადგან აღნიშნეთ ის საკითხები, რომ მოვლასაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, მოდი უფრო დეტალურად ჩავშალოთ, როგორი იქნება რეკომენდაციები კერამიკული ვინირის მოვლის. არ არის რამე განსაკუთრებული რეკომენდაცია, როგორც საკუთარ კბილის ემალს, ზუსტად იგივე მეთოდებით უნდა მოუვაროთ. იგივე ჰიგიენის დაცვა არის მნიშვნელოვანი ვინირებზეც და საკუთარ კბილებზეც. ანუ განსხვავებული საღი საკუთარი კბილებისა და ვინირების მოვლაში არაფერი. არის გასაგებია. ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ აი თამბაქო, ყავა და ზოგიერთი სხვა პროდუქტი საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ემალის ფერზე. ვინირების შემთხვევაშიც ასეა? ვინირების შემთხვევაში აი მაგია ერთ-ერთი კიდევ უპირატესობა ვინირის, რომ კერამიკული ვინირი დაფარული არის სპეციალური ნივთიერებით. რა თქმა უნდა, ცვეთადია ყველაფერი, არ არსებობს უცვეთი, მაგრამ ემალთან შედარებით, აი როცა ფიზიკურ მახასიათებლებზე ვსაუბრობდი, ემალთან შედარებით უფრო მედეგი არის მექანიკური ზედაპირზე მექანიკური დაზიანებისაგან. ხო, და შესაბამისად ფერსაც. ამიტომ არ აქვს ფორები, განსხვავებით დაუშვათ კომპოზიტური ნივთიერებებისაგან, აი ხატრო რესტავრაციას რო ეძახიან, განსხვავებით ფერმისგან მას არ გააჩნია ფორები. შესაბამისად, იქ პიგმენტის დაფიქსირება ან ჩაჯენა შეუძლებელია. თუ მიმაგრდება, ეს არის დროებითი მიმაგრება, შემდეგ უკვე კბილების წმენდის დროს, ჯაგრისი წმენდის დროს ეს სცილდება მარტივად. პაციენტის მხრიდან რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ვინირების გამოყენება ან ჩასმის? ვინირების გამოყენების ყველაზე ისეთი გავრცელებული გართულება ეს არის გრძნობელობა გარკვეული პერიოდი. ანუ კბილის გრძნობელობა მატულობს. განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც D ვიტამინის ნაკლებობა აქვს და ასეთია თითქმის 80%, რაც მე ხშირად პაციენტებს ვთხოვ, რომ სისხლის ანალიზი D ვიტამინთან ერთად და სხვადასხვა ქიმიურ ანალიზსაც ვთხოვ ხოლმე, იმიტომ რომ ამათ ყველაფერს ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა გავლენა აქვს იმაზე, შემდგომ როგორ იქნება და პაციენტს ვაფრთხილებ ხოლმე, რომ D ვიტამინი მწირი აქვს, ნაკლებობა აქვს D ვიტამინის, აუცილებლად მას გრძნობელობის ეს მომატებას შეგრძნებები ექნება აუცილებლად და ეს დროც მისი შემცირებისა გახანძლებდება. ბატონო კახაბერი, კარგ საკითხს შეეხეთ ანალიზები, წინასწარი ანალიზები ვინირის გამოყენებამდე. აუცილებელია ეს თუ სასურველი? სასურველია. რა თქმა უნდა, სასურველია, იმიტომ რომ დაუშვათ გარკვეული ტიპის ანემიები, ახლა ყველა ვერ ჩამოვთვლია მას როგორ და რანაირად, მაგრამ გარკვეული ტიპის ანემიები, მაგრამ კენადეფიციტური ანემიის შემთხვევაში შეიძლება ღვიძლებიდან გქონდეს სისდენა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ანესთეზია ძალიან მცირე დროით მუშაობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შესაბამისობით მე პაციენტს ვურჩევ როგორ მოიქცეთ, ნარკოზის ქვეშ გავაკეთოთ, თუ დასჭირდება ესა, ნუ ყოველ შემთხვევაში წინასწარ პაციენტი მზად არის. რა დროს სჭირდება კერამიკული ვინირების დამზადებას და ალბათ ფასებიც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ფასებს ნუ დავასახელებთ, აი საშუალოდ როგორ მერყეობს. ესე იგი, კერამიკული ვინირების დამზადება დამოკიდებული არის, ესე იგი, ტექნოლოგიურ პროცესთან. ზოგადად, როგორც გითხარით, ესე იგი, რამდენიმე სახის ტექნოლოგიური პროცესია. ჩვენს კლინიკაში ძირითადად ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ CEREC ტექნოლოგიას, ანუ ციფრულ
ტექნოლოგიას. ჩვენ ლაბორატორია გვაქვს ამ იგივე შენობაში და შესაბამისად ფერის შერჩევა, ტექნიკოსთან ერთად ფორმის შერჩევა, დამზადება, გვაქვს ყველანაირი ჩარხი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ხშირ შემთხვევაში მეორე დღესვე ბარდება ვინირები, მეორე დღესვე შეგვიძლია დავაფიქსიროთ პაციენტს, განსაკუთრებით ფრონტალურ მიდამოში. თუმცა პაციენტი დაპრეპარირების შემდეგ პაციენტი რა თქმა უნდა არ მიდის უპილო დროებითი კონსტრუქციებით ჩვენ კომპოზიტორ კონსტრუქციებს მას ვფიქსირებთ, მაგრამ მაინც მეორე დღეს პაციენტისთვის ძალიან მოსახერხებელია, როცა ჩვენ ვაკეთებთ მის ფიქსაციას. ნამდვილად. აუცილებლად უნდა გკითხოთ, რეალურად ბჟენითაც ხდება კბილის ესთეტიკის გამოსწორება, ხო? აი, რა უპირატესობა გააჩნია კერამიკულ ვინირს ბჟენთან შედარებით? ჟენი ეს არის კომპოზიტური მასალა. დიახ. ვინირი არის კერამიკული მასალა. ჟენის საშუალებით იმ დეფექტის აღდგენა რითაც ვინირით, კერამიკული ვინირით ვახდენთ, რა თქმა უნდა შესაძლებელია და ვიყენებთ ამას ბევრი წლების განმავლობაში, მაგრამ კერამიკულ ვინირს აქვს ბევრი უპირატესობა. მე პირადად კომპოზიტორ ვინირების წინააღმდეგი ვარ, მინდა გითხრათ, იმდენად რამდენადაც ძალიან სწრაფად ხდება კბილის ფერის შეცვლა, ძალიან ხშირი არის ატეხვები, ასევე ძალიან ხშირი არის ატეხვები და ასევე მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ტოქსიურიც არის ორგანიზმისთვის, იმდენად რამდენადაც რაც არ უნდა კარგი პოლირება შესრულდეს, ან თვითონ მასალა რაც არ უნდა პოლირებადი იყოს მაქსიმალურად, მაინც გააჩნია მას გარკვეული მიკროფორები. სადაც ხდება ჩალაგება პიგმენტების, ხო, მიკროორგანიზმების ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ისინი გამოყოფენ ტოქსინებს და გარკვეულად ტოქსიური. მე ვფიქრობ, რომ კომპოზიტური ვინირების დრო ამოიწურა, თუმცა დროებითი რესტავრაციისათვის ძალიან კარგი საშუალება არის კომპოზიტი. აი, როდესაც არის პროცედურები არის, რომელიც ანუ მთელი რეაბილიტაცია იწელება დაუშვათ წელიწად ნახევარი, 1 წელი. აი ესე ხდება ხოლმე, მაგალითად განათლოგიური პრობლემები როცა არის ძალიან იმპლანტოლოგიური ჩარევებია საჭირო და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში დროებითი რესტავრაციისთვის ვიყენებთ 1 წლის წელიწად ნახევრად კომპოზიტურ ვინირებს და კომპოზიტებს ამსარ. თუმცა, აი მუდმივი რესტავრაციისთვის, რა თქმა უნდა, კერამიკული ვინირი უპირატესობა. ბატონ კახაბერ, ჩვენ გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ ის შემთხვევები, როდესაც გამოიყენება კერამიკული ვინირი, თუმცა გადაცემის ბოლოს მინდა მაყურებელს დავუზუსტოთ, საუკეთესო შემთხვევად რა მიიჩნევა, როდის არის უმჯობესი კერამიკული ვინირის გამოყენება. კერამიკული ვინირი მინდა დავიწყოთ იქიდან, რომ იმდენად ნაკლებად ინვაზიურია, ანუ ზიანდება კბილი, ღირს თუ არა დაუშვათ პაციენტი, რომელიც მოგმართავს ესთეტიური დისკომფორტით, მაგალითად ფერის შეცვლა, ფორმის შეცვლა, ჩემი ჯამთელი კბილებით, არ არის დაუშვათ ბზარები, არ არის ტრემები, არ არის დიასტემები, ესე იგი დიდი არის ფერის შეცვლა უბრალოდ და ოდნავ შეიძლება ფორმის შეცვლაც იყოს პაციენტის მოთხოვნა. ხშირად გვეკითხებიან, ვაყენებ თუ არა ზიანს ჩემს თავს აი ამ ჩემი სრულების ასრულებისათვის. მინდა გითხრათ, რომ არა. დღეს ტექნოლოგიები იმ დონეზეა, ეს ციფრული ტექნოლოგია, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ნაკლები ინვაზიით და სწორი მასალების შერჩევით ჩვენ დავიცვათ პირიქით დავიცვათ კბილი, დავუშვათ შემდგომი დაზიანებისგან. თუ ის იქნება სწორად, აუცილებლად სწორად გაკეთებული, დამზადებული და დაფიქსირებული. სწორად შერჩეული მასალები და ტექნოლოგიები. ასევე უნდა მნიშვნელოვანია, რომ ყველა 6 თვეში, აი ეს რეკომენდაციები ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა 6 თვეში პაციენტმა, რომელმაც ტოტალური ვინირება ჩაიტარა, ექიმთან გაიაროს კონსულტაციები. იმდენად რამდენადაც წლებთან ერთად, განსაკუთრებით ასაკის ცვლილებებთან ერთად, განსაკუთრებით ქალბატონებისათვის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება დაუშვათ ღზილების განლევა ნაწილობრივი, იქ კუნთების ტონუსის მომატება ნაწილობრივი, იქ დაუშვათ ცვეთები ამასთან დაკავშირებული კბილების და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შემდგომში ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ვინირის ფიქსაციაზე და ზოგადად. ამიტომ ყველა 6 თვეში ჩვენ ამ ცვლილებებს ვაფიქსირებთ და პრევენციისთვის პაციენტს ურჩევთ სწორ რეკომენდაციებს ვაძლევთ იმისათვის, რომ კი ბატონო. ავიცილოთ თავიდან ეს ყველა გაქვს. მოკლედ ყოველ 6 თვეში ერთხელ გეგმიურ ვიზიტებს გეგმიური ვიზიტები, როგორც ვინირებით, ასე ვინირებთან, ჯამთელი კბილებითა ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის, ჰიგიენიურ წმენდასთან ერთად.
დიდი მადლობა ბატონო კახაბერ, თუმცა სანამ დავასრულებთ, რადგან შევეხეთ ფერის შეცვლას უშუალოდ ხომ, აუცილებლად უნდა გკითხოთ გათეთრება. აი დღეს თითქოს მას შემდეგ რაც აი ეს ვინირები წამოვიდა ბაზარზე და გახდა ძალიან პოპულარული და ფეხი კარგად მოიკიდა, თითქოს გათეთრების მეთოდმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. რა სხვაობაა ამ ორ პროცედურას შორის და რომელ მათგანს გაუწევთ რეკომენდაციას? ესე იგი, ჩვენება გათეთრებისთვის და ვინირებისთვის აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ შეიძლება გათეთრების პროცედურის ჩადარება, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი დაუშვათ ვერ დაანებებს ვერანაირად თავს ფერადი ნივთიერებებით, ალკოჰოლი თუ წითელი ღვინო ასე შემდეგ სარგებლობას, შესაბამისად გათეთრების პროცედურა ასეთი პაციენტებისთვის უკუჩვენება არ შეიძლება მისი დაუბრუნდება ის ფერს და უარესიც შეიძლება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო გათეთრების სისტემა, white smile სისტემა, ფლაში, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ფილტრებით, იმისათვის რომ მოხდეს ძალიან კარგი ეფექტი. მიუხედავად ამისა, ამასაც აქვს თავისი გარკვეული ჩვენება ზოგიერთ პაციენტებს. თუმცა ჩვენ გათეთრებას როგორც მეთოდს ვიყენებთ ხოლმე ვინირების წინაც პაციენტებთან. ძალიან მიღებულია და სასურველია რომ პაციენტს ვურჩევთ ხოლმე რომ ჰიგიენური წმენდა, რა თქმა უნდა, ხო, ეს თერაპიული რეაბილიტაცია თუ რა არის კარიესი რამე ესენი ყველაფერი რომ გასწორდეს. შემდეგ კონსულტაციები ორთოდონტთან, გნათოლოგთან, რომ თანკვილო არის გასასწორებელი და როგორ არის და რანაირად არის თუ ეს ხდება ვინირებით და ბოლოს გათეთრებასაც ვურჩევთ, რომ გაითეთროს და შემდგომ მოვახდინოთ, გავაკეთოთ ვინირება. ესეთი ეფექტი ბევრად უფრო კარგია და ხანძრევად გარანტირებულია, ვიდრე გათეთრება. ბატონო კახაბერ, როდესაც ასაკზე ვსაუბრობთ, ასევე ჩემთვის საინტერესოა, სულ ახლახანს ჯერ 7 თვის მყავს მეორე ბავშვი და საინტერესო იქნება იმ მაყურებლისთვისაც, რომელმაც ვთქვათ ახლახანს იმშობიარა, მშობიარობიდან რამდენ ხანში არის შესაძლებელი ვინირების გამოყენება? ვინირების გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კალციუმის დონე, რაოდენობა სისში. ეს დამოკიდებულია ლაქტაციის პერიოდზე. თუ ბავშვი არ იყავთ ბუნებრივ კვებაზე, შემდგომ გავაკეთებთ სისხლის ანალიზს, გავიგებთ კალციუმის დონეს, გავიგებთ ზოგადად ძირითადად გრძნობელობა კბილების ამ პერიოდში მაღალი. და გრძნობელობა სანამ ეს პერიოდი არ გაივლის და არსებობს ზოგიერთი შემთხვევა, როდესაც 1 წელზე მეტხანსაც გრძელდება. მანამ არ ურჩევ ხოლმე ძირითადად ვინირებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახაბერ საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის და მე პირადადაც გითხარით კადრს მიღმა, რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი, რომ საჭიროებაც მაქვს კერამიკული ვინირების და შესაბამისად აუცილებლად გარკვეული დროის შემდეგ მივმართავ ამ მეთოდს. უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. დამშვიდობები ჩვენს მაყურებელსაც, წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ და იმედია, რომ საინტერესო რეკომენდაციები მოისმინეთ ჩვენი გადაცემის მეშვეობით. დროებით.